ლიფტი არ მინდა, პანიკური შეტევა მაქვს. კარგი, წამოდით, გთხოვთ. გთხოვთ. გამარჯობა. მოგძანდით. დასყედით, გთხოვთ. კაკი. არასწორად გავიგონე, იაჰია. კულევ ძმებს არ გეძახდნენ? რამეთ სახელი გქონდათ? დაქირავებული მკვლელები შერიფ ბეი. მოკლედ რომ ვთქვათ, კიკა. ბოდიში, შემეშალა. ვიტყოდი რომ გვიხარია თქვენი გაცნობა, მაგრამ რატომღაც მისალმების სიტყვები არ გაგვიგონია. გავიგონეთ, იაჰია? არა ძმაო. შერიფ ბეი, შეიძლება არ იცით, მაგრამ მუსა ასაკთან ერთად სულ უფრო გრძნობიარე ხდება. არ დავბერებულ ვარ, ენვერ. უბრალოდ ასაკი მომემატა. ჩვენი საქმე ყველაფრის აღებაა. მიგვაქვს სიცოცხლე, მიგვაქვს ტვირთი. მთავარია ვინმეს რამე ჰქონდეს წასაღები. მეც ბრძანებებს ვიძლევი, მითითებებს, მოწყალებას ვიჩენ, შანსს ვაძლევ. თუმცა ამასაც გარკვეული ზღვარი აქვს. და რა არის ეგ გარკვეული ზღვარი, შერიფ ბეი? იაჰია დაინტერესდება. სანამ ადამიანები ცინიკოსობას არ დაიწყებენ. რადგან აქ მოხვედით, ჩემგან მოწყალებას მიიღებთ. მხარე აირჩიეთ. დაფიქრდით. ჩვენ რომელიმე მხარეს არ ვრჩებით. არც ვინმეს მხარეს ვიჭერთ, არც ვინმეს წინააღმდეგ ვთამაშობთ. დიახ, იაჰიაში მე ამბოხე ცოცხლობს მართალია. ხომ ასეა, იაჰია? შერიფ ბეი, ჩემს ძმას იმის თქმა უნდა, რომ მხოლოდ საკუთარ მხარეს ვიქნებით და სხვების თამაში არ გვაინტერესებს. მას შემდეგ, რაც მოხდა ერთ კონკრეტულ მხარეს, არ აირჩევთ? აქ იმიტომ მოვედით, რომ შერიფ ბეი უფროსია. მაგრამ თვითონაც იცის, ეს დროებითია. ჩვენ კი დროებითები არ ვართ. პასუხისმგებლები ვართ დაკრძალვაზე. ყველას დავმარხავთ. ყველას. განურჩევლად. ასე არ არის, იაჰია? დავმარხავთ, ძმაო. მუსა, მე მიყვარხართ და თქვენთან ერთად ნებისმიერ საქმეში წამოვალ. აქ მხოლოდ იმის სათქმელად მიგიღეთ, რომ გზიდან უნდა ჩამომეცალოთ. გასაგება დაგიხსენით? მიხვდი, იაჰია? მე მივხვდი, ძმაო. მაშინ ორი საშუალო და ერთი უბრალო. ჩვენ კი წავალთ, წერტილი. იაჰია, ძმაო, ძლიერად დავაბრახუნე? სულ ცოტა. უხეშად გველაპარაკა, ამან გაგაბრაზა, ძმაო? ფული ჩვენ გვაქვს, იაჰია, თორემ ასე არ შეგხვდებოდა. იცის, რომ ფული ჩვენ გვაქვს. ჭირდებით და ეს ფული ჩვენ გვექნება. მათ დაკრულზე ხომ არ ვიცეკვებთ, არა? არავითარ შემთხვევაში. გამორიცხულია. გამორიცხული. კარგი.
მასე უფრო გაიწელება, რა თქმა უნდა. ყველაფერი ბევრად მალე მოგვარდებოდა თუ ეტყოდი, რომ ბავშვი არ დაიბადება. ასეთი რამ როგორ უნდა უთხრა ედანურ? ჰალილ იბრაჰიმ, შეგვიძლია ვისაუბროთ? ჩაი გამოგიგზავნოთ? არა ედანურ, გმადლობ. კარგი. შენ და დიდემმა ისაუბრეთ. ვისაუბრეთ. და გავიგე, რომ განსაკუთრებული ვერაფერი გადაწყვიტეთ. რა უნდა გადაგვეწყვიტა? ჰალილ იბრაჰიმ, ჩემი ძმისშვილი შენ შვილზეა ორსულად. გოგონა მარტო დაორსულდა? გვიანი ხომ არ არის იმის თქმა, რომ ერთად ვერ იქნებით? ამ ცხოვრებაში ერთ რამეს მივხვდი, დავუდ. გვიანი არასდროს არაფერია. შემიძლია ისიც კი გითხრა, გვიანი ჯერ არც შენთვისაა. ვერ გავიგე? ჩემი აზრით მშვენივრად გაიგე. მინდა ახლო მომავალში მოგისმინო. ჰალილ იბრაჰიმ, გითხარი ახლო მომავალში მეთქი დავუდ. ახლა არა. შემოდი დიდემ, ჩემი დაგელოდება. გმადლობ ლეილა. გამარჯობა ზეინებ. გამარჯობა დიდემ. რამეს დალებთ? არა, გმადლობ. ბოლო დროს მუცლის პრობლემები მაქვს. ჩემს ოთახში ვიქნები. დიახ, დიდემ. გისმენ. ჩემთან დალაპარაკება გინდოდა. მართალი გითხრა, შემიძლია ძალიან უხეშად გელაპარაკო იმის გამო, რომ მომატყუე. მითხარი, რომ ჰალილ იბრაჰიმის მიმართ არანაირი გრძნობა არ ქონდა და ჩვენი ერთად ყოფნის წინააღმდეგი არ იყავი. ისიც კი მითხარი, რომ ერთმანეთს ძალიან შევეფერებოდით. ამის შემდეგ კი ჰალილ იბრაჰიმის ნაჩუქარი ბეჭედი ისევ თითზე გაიგეთე. ამას ორმხრივი სიყვარული ქვია დიდემ. შენთვის ეს უცხოა. ამიტომ მე მოგიყვები. მხოლოდ იმიტომ, რომ შენ საყვარელ ადამიანს შვილი ყავდეს, გიწევს სხვა ქალისკენ უბიძგო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უყვარხარ და მიუხედავად ამისა, მომხდარს ისე ადევნებ თვალს, თითქოს არაფერი ხდება. თითქოს არ გტკივა, ყველაფერი დავგეგმე. იმისთვის, რომ ჰალილ იბრაჰიმი ბედნიერი ყოფილიყო. იმისთვის, რომ ოცნება აიხდინოს. მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენი სიყვარული ორმხრივია, განშორებაში ყოფნა ვერ შევძელით. შენი აზრით ბოდიში არ უნდა მომიხადო იმისთვის, რომ ამ თამაში ჩამითრიე. ბოდიში არავისთან მაქვს მოსახდელი. ვალდებული ხარ ზეინებ. მოცელში ჰალილ იბრაჰიმის შვილი მყავს. ამისთვის მაინც უნდა მომიხადო ბოდიში. ჩემგან რა გინდა დიდემ? მინდა ამჯერად მაინც იყო გულახდილი. ყოველთვის გულახდილი ვიყავი. მაგრამ ვერ ვხვდები, რას გულისხმობ. ჰალილ იბრაჰიმა გადაწყვეტილება მე დამიტოვა. და ამ პატარას გავაჩენ. ხომ გითხარი დიდემ? ჩემგან რა გინდა? აი რა მინდა. მაგალითად, ჰალილ იბრაჰიმს თავი დაანებე. რადგან გიყვარს, მაშინ კეთილი საქმე გააკეთე. იქნებ ბედნიერი ოჯახი გქონდეს. შვილები ეყოლება. ჰალილ იბრაჰიმს ვერავისთან ექნება ბედნიერი ოჯახი ჩემ გარდა. რაც შეეხება შვილებს, წინააღმდეგი არ ვარ ჰალილ იბრაჰიმისგან შვილი გააჩინა. უფრო მეტიც. თუ რამე მოგივა, მასე ისევე კარგად ვიზრუნებ, როგორც ამას შენ იზამდი. ბოლოს და ბოლოს ის ხომ ჩემი საყვარელი ადამიანის ნაწილია.
მაგრამ ჩემი სიყვარულით ვაჭრობა. ახარ გაბედო გასაგებია? მაშინ შენ წინაშე სულ სხვა ზეინები დაგხვდება. ლეილა, სტომარი გააცილე. კაპიტან ოღუს, ჩაის მოგართმევთ. კარგი ნესიმბეი. არ შეიძლება. არაფერი უნდა, უბრალოდ ცოტა ხნით მარტო დაგტოვეთ, სულ ესაა. კარგი კაპიტანო. ეს რა, ჭამას მის ინტერესია? ნუ თუ ასე გასწავლიდით, არ გეუბნებოდით, რომ ერთი ყლუპი ჩაიც კი არავისთან დალიოთ მეთქი. კაპიტანო, ეს მხოლოდ იმიტომ ვუთხარი, რომ წასულიყო, ჩვენ კი ცალკე ვისაუბროთ. ცალკერაზე უნდა ვისაუბროთ. იმაზე რაც ყველა მიცის, ამ სახლში ყველაფერს იგებს თან, პოლიციაზე ადრე. შენი აზრით ამაში შეცდომა არ არსებობს? მოვლენები მოულოდნელად ვითარდება, კაპიტანო, და ამიტომ თქვენი მოულოდნელი მოვლენებით ყელამდე ვარ. ალიჯანის დახურე, ის დამალე. გეყოფა ცისულელების კეთება. რაც უნდა იყოს, ალიჯანი ჩვეულებრივი სახელმწიფო მოხელია და არა თქვენი ნათესავი. კარგი, კაპიტანო. რა გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ? თქვენ ადგილზე ვიტყოდი, რომ ყველა მე მოვკალი და ჰალოსთან ერთად განყოფილებაში წავიდოდით. იქნებ გადარჩენის შანსი ციხეში მაინც გქონდეთ, თორემ ის ნაბიჭვარი. კაპიტანო, იქნებ იმაზე ვილაპარაკოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. უკვე ვიცი, რისი გაკეთება შეგიძლიათ. ბავშვის ედაჰანიმთან. მომავალში მაინც ობლები დარჩებიან. იქნებ სამშობლოს გადარჩენა მათი დახმარებით შევძლო. კარგი, კაპიტანო, მაშინ წავედი. კარგი, მოიცადე. ალიჯანს დაურეკავდა ვეტყვი არაფერი მოიმოქმედოს, სანამ მე არ დავბრუნდები. სამსახურში როდის ბრუნდებით? ცუდად არ გამიგოთ, მშვენივრად გამოიყურებით. დააზვერვის მეფე აქ არის. არავინ იცის განყოფილებაში როდის დავბრუნდები. კარგი, კაპიტანო. ჩაის არ სვამს, არც ჭამს. ძალიან ბრაზდები. თითქოს თავს არაპატიოსანი გზით ნაშოვნი ფულით ვირჩენთ. მაიორი ასე რატომ იქცევა? ღმერთო ჩემო. სულ ისკანდერის სახლში რატომ ხარ? ნუ აზვიადებ, ლეილა. თითქოს იქ უმიზეზოდ დავდივარ. და საერთოდ კარგად იცი, რომ თავაზიან ადამიანებს უარს ვერ ვეუბნები. მაგრამ გუშინ ვუთხარი. რაზე ვუთხარი უარი? სიახლოვე გქონდა. უარი არ მithქვამს, სამაგიეროდ უფრო შორს წასვლაზე ვთქვი უარი. ალბათ უბრალოდ რეფლექსია. შენი ძმა გამახსენდა და მოვშორდი. შენი ძმა სად არის? ნედიმეს ესაუბრება. დამლასთან დაკავშირებით რამე გადაწყვიტეს? შეგეძლო გეთქვა, რომ და აიშემ კაპიტან მეჯნუნს ყველაფერი დეტალურად უთხრა, ამიტომ დამლა კანონს ვერ გაექცევა. გეთქვა. ძმას კი ვეტყოდი, მაგრამ გუშინ თვითონ თქვი. განყოფილებაში თუ წახვალ, თავისუფლებაზე აღარავინ დარჩება. მათ შორის არც ჩემი ძმა. ჩემთვის სულ ერთი იქნებოდა ჩემი შვილების მამა, რომ არ იყოს, მაგრამ არ მინდა ვიყო დედა, რომელმაც მათი მამა დააჭერინა. კარგი, წავალ პირადად ვეტყვი. იქნებ ამის შემდეგ ჩემი დაფასება ისწავლოს. ლეილა, არსებობენ ქალები და არსებობენ ქალის ანალოგები. შვილო, ნარგისთან ან ომი უნდა გამოვაცხადოთ, ან კომპრომის მივახციოთ. კომპრომისამდე როგორ მივალთ, დედა? წავალ დამლას წამოვიყვან და დავბრუნდები. იმ სახლში, სადაც საქინე და ელიფია? გინდა გოგონა მოკლა? თუ თანახმა ხარ, მაშინ ამ ნაწილს მე გავუმკლავდები. რაზე უნდა ვიყო თანახმა, დედა? იარაღი ჯერ მე და მიმიზნა ვერ ნახე? რომ უნდოდეს გესროდა. აშკარაა დამლას ძალიან უყვარხარ. ნარგიზის ასეთი ზეწოლის ქვეშ მოყოფი, მის ადგილზე მე ნამდვილად გესროდი. ამაში ეჭვერ მეპარება, ნამდვილად მესროდი, დედა. ხომ იცი, რომ ეს არ მithქვამს. ასეთი ზეწოლის მიუხედავად მაინც არ გესროლა. ხელი ხომ არ შეგიშალეთ? შემოდი, შვილო, ბავშვები ნახე. ხო, დედა ნედიმე. სროლის ხმამ ძალიან შეაშინეთ.
დიდხანს დიროდნენ, თხოვენ სახლში წავიყვანო. სხვა დროს გეტყოდი წაიყვანე მეთქი აიშე, მაგრამ შენ ხომ სახლში თითქმის არ ხარ. არ ვიქნები, რა თქმა უნდა, ფიქრად. ახალ ცხოვრებას ვიწყობ. ადამიანებს ზიანს მაინც არ ვაყენებ. ზოგიერთებივით, აიშე, შვილო. ამაზე არსად არაფერი თქვა. ისკანდერი ზეინების გამო ისედაც გვემუქრება და მიზეს ნუ მისცემ. რას ამბობ დედანედიმე? ჩემი მადლობლები უნდა იყოთ. ისკანდერს გამუდმებით ვუმეორებ, რომ ჩემი ოჯახი ხართ. რა ხდება აიშე? გამუდმებით სახელით რატომ ეძახი? ასეთი ახლო ურთიერთობა გაქვთ? როცა ის პატივისცემა დავინახე, რომელიც შენგან არასდროს მინახავს, მასთან სიახლოვე მომინდა. და საერთოდ, შენ რა შუაში ხარ? აიშე, კარგი შვილო, დამშვიდი. წამოდი აიშე. აიშე, ხომ გვინდა რომ ყველაფერი ოდნავ მაინც დამშვიდდეს? თუ ისკანდერზე ასეთი გავლენა გაქვს, იქნებ უთხრა, რომ ჩვენი ოჯახისგან თავი შორს დაიჭიროს და თავის ვაჭრობის ბიზნესს მიხედოს. რა სიტყვი? ვეტყვი, მაგრამ შენც მითხარი. მაგალითად მითხარი, რომ დამლა ამ სახლში აღარასდროს შემოვა. ჯობია შემოვიდეს, ამიტომ ვცდილობ. საკინე და ელიფი მალე რომელიმე ტბაში დაახრჩობენ. დედანედიმე, ამ სახლში იმდენი დაპირება მომისმენია. როგორც ფიქრეთ ისგან, ისე თქვენგან. და ახლა მხოლოდ სიტყვაზე როგორ გენდოთ? რომელი პირობა არ შევასრულეთ? წლების მანძილზე ჩვენთან დედოფალი ვიცხოვრობდი. თავარი დედოფალი ვიცხოვრება კი არა. დედა დედოფალი ვიციკვდილია. არ ვიცი სათანადოდ ავხსენი თუ არა. ღმერთო. მე რომ ვინმე ასე მომქცეოდა, გვერდზე გავდგებოდი, მაგრამ დიდემი სპეციალურად დაურსულდა. ეს ხალილ იბრაჰიმზე თავდასხმაა. და თუ ხალილ იბრაჰიმს თავს ესხმიან, მე დავიცავ. უკან არ დავიხებ. პირიქით, ხალილ იბრაჰიმს კიდევ უფრო ძლიერად ჩავჭიდებ ხელს. ახლაც რომ გეთქვა მთავარია ხალილ იბრაჰიმი იყოს ბედნიერიო, ზედაც არ შემოგხედავდით. საკმარისია, გააჩინოს თუ ასე უნდა. როცა მიზანს ვერ მიაღწევს, ბავშვს დაგიტოვებთ და აქედან გაემგზავრება. მე ზუსტად ეს უთხარი. ვუთხარი, რომ თუ რამე მოუვა, მის შვილზე მე ვიზრუნებ. აი ეს ზეინებ ქარასოა, რომელიც ასე გვენატრებოდა. ზეინებ, ქანისგან არაფერი ისმის? უცნაურია, მაგრამ არ გამოჩენილა. და ეს კარგს არაფერს ნიშნავს. ჩვენი აჰია რატომღაც ბავშვობიდან ძალიან კარგად იმახსოვრებს იმას, რასაც ნახავს. მე კი არასდროს მავიწყდება, რაც მესმის. რა თქმა უნდა, თუ მესმის. ზოგჯერ აი ასე დავიცობ ხოლმე და არ მესმის, რისი მოსმენაც არ მინდა. ზუსტად ასე. მადლობი აჰია, ეს დაგვეხმარება. თუ გინდათ შეგიძლიათ დასახმარებლად ჯგუფი გამოგიგზავნოთ. იმ ადგილს არ გავს, სადაც თქვენ ორი შესვლას შეძლებთ. როცა ბევრი ხალხით მიდიხარ, დანაკარგიც ბევრია, საჭირო არ არის. გაიგონე იაჰია? ხალილ იბრაჰიმი ამბობს, რომ თავისი საქმის გამო საფრთხეს არავის შეუქმნიან. გავიგე ზმაო, გავიგე. და ეტყვი ამჯერად რა დამავიწყდა იაჰია? გახსოვს თქვი, რომ შერიფი მიხვდა ფული ვის აქვს. გუნდი, რომელიც ჩვენთვის უნდა გამოგეგზავნათ, საკუთარი უსაფრთხოებისთვის დაიტოვეთ. შეიძლება თქვენ დაგჭირდეთ, თუ მიზნის მიღწევას ვერ შევძლებთ. ახლა იაჰია გკითხავს, რა არის თქვენი მიზანიო? ყურძნის ჭამა თუ მებაღის ცემა? ყურძენით ჩვენია და ბაღიც. სამართლიანობის აღდგენის გარდა სხვა მიზანი არ გვაქვს. მაგრამ წერტილი ხალილ იბრაჰიმმა დასვა. ადაკი წავიდეთ იაჰია, წავიდეთ. გმადლობ.
ინებით. გმადლობ. შეგერგოთ. ბიძია სხვავილო. გმადლობ საყვარელო. გემრიელად მიირთვი. გმადლობ. შენი ქალიშვილი საერთოდ არ გგავს ნარგის. ის რაც გუშინ გააკეთა, ადვილი არ ყოფილა. ჩემი ქალიშვილი ასეთია. თავის საქციელსა და სიტყვებზე ყოველთვის პასუხისმგებელია. მაგრამ ახლა მაინტერესებს თქვენს დაბირებაზე რა ხდება. მითხარით რომ ერთ კვირაში ქორწილი შედგებოდა. ზეინები და ხალილ იბრაჰიმი დაინიშნენ. მომყევი იავუს. დიახ, ზეინებს თითზე ნიშნობის ბეჭედი ეკეთა, მაგრამ არ ვიცი დიდემთან საუბრის შემდეგ ყველაფერი როგორ იქნება. ლეილას ველაპარაკე და მითხრა რომ ზეინების დღის გეგმებში ქაანი არ არის. ეგ მეც გავიგე. და თუ ტკბილი სიტყვით ვერ მივიღებთ იმას, რაც გვინდა, მაშინ ძალით მივიღებთ. ძალით? არა, რა სიზამთ? ზეინებს მოიტაცებთ მაშინ, როცა ხალილ იბრაჰიმი ცოცხალია? დავუშვათ მოიტაცა ბიძია. ზეინები ისეთი გოგოა, რომელიც დაემორჩილება, მოკვდება და არ დათანხმდება. იქნებ იმისთვის დაგთანხმდეს, რომ სხვა არ მოკვდეს დამლა. ვინ იცის? ძმებმა კიქებმა თქვეს თუ მხოლოდ თქვენ ორნი წახვალთ, ცოცხალი ვერ გამოხვალთ. როცა ამას მკვლელი ძმები ამბობენ, უნდა გაითვალისწინოთ. მართალი ხარ ბიძია, მაგრამ თუ იციან რომ ფული კიქებს აქვთ, მაშინ გეგმაც ექნებათ. მათი გეგმა ვიცი ოს, თქვენი მოკლა უნდათ. ვიცით ბიძია, წავალთ ვნახავთ თუ ამის საფრთხე იქნება არ შევალთ. ისევ იმას ამბობენ, თუ საფრთხე იქნებაო. ადე, მანქანა მოამზადე, თურანს და ოსმანს არაფერი უთხრა. კარგი ძმაო. თურანი და ოსმანეთ წაიყვანეთ. ამ ადემს ერთი ადამიანის მოკვლა კი შეუძლია, მაგრამ ორ მხრივი ცეცხლის დროს არაფერი გამოზდის. ადამი აქედან წავა ბიძია, აქ არ აცოცხლებენ. ოღუს შენ კი საბრძოლო მასალა მოამზადე. ბიძია, თუ რამე მომივა, არ მგონია, მაგრამ მაინც. თუ დიდემი გადაწყვეტს ბავშვი გააჩინოს, მაშინ ჩემ შვილს შენ განდობ. თვითმკვლელობის პოტენციალი ყოველთვის გქონდა, მაგრამ იქნებ ცოტა დაფიქრდე. თუნდაც იმიტომ, რომ შვილი გაყოლება. უკვე დავფიქრდი ბიძია. ჯერ მაღალ ღმერთს მივანდობ, მერე კი შენ. ადემ, ყურადღებით იყავი, თუ ნახავ რომ უჭირთ, შეგვატყობინე და მაშინვე მოვალთ. მეც იგივე თქმა მინდოდა ოსმან. მადლობ, მამაცი ყოფილ ხარ. ხალილ, ასე არ შეიძლება. უკვე რამდენი დღეა ერთსა და იგივეს აკეთებ. ძმები არ ვიყავით? ეს რა ძმობაა, ჩვენ რატომ არ მომდივართ? ეს ადგილი ყველაზე მნიშვნელოვანია ძმაო. ხომ ნახეთ, მე კი არ მესვრიან, არამედ მათ, ვინც მე მიყვარს. სახლი დაიცავით. ხო მართლა, გოგონებს არაფერი უთხრათ, შეიძლება უბრალოდ დავათვალიეროთ და დავბრუნდეთ. თუ რანივით ლაპარაკობ, გოგონებს რა შეაინტერესებთ, საწახვედი არა? მართალი, არაფერი უთხრათ. მათი პრობლემა ზეინები და დიდემია. არც კი იკითხავენ სათხარ. წადით, სადაც გინდათ. შენი პრობლემა კი თურანი არა? წავედით. თურან, დიდემს უთხარი, რომ ხალილ იბრაჰიმი სახლში არ არის. არ შევიდეს, თორემ ჩვენი გოგონები ნაკუწებად აქცევენ. რა ვქნა, გავაგდო? არ მithქვამს გააგდე მეთქი ზრდილობიანი ფორმით გავუშვი. ამაში ზრდილობა სათხედავ. კარგი, მოდის. მერთო ჩემო. დიდემ, კეთილი იყო შენი მოსვლა. ხალილ იბრაჰიმი ეს წუთია წავიდა. გამარჯობა. თუ კითხავს საწავიდაო არ მეტყვი არა? ბოლოს ხომ მაინც დაბრუნდება? მეც დაველოდები.
როგორც გინდა ბიძია, ზამთრის ბაღშია, მასთან წადი. გოგონები სად არიან? შიგნით. გოგონებთან მივალ. დიახ, რა თქმა უნდა. საღამომშვიდობის. გილოცავ, ერთხელ მაინც გააკეთე რამე. ოსმან გინდა ჰალილმა გამაგდოს? რატომ? არ გახსოვს რა თქვა? ამ სახლში მოსულ სტუმარს ვერავინ გააგდებსო. მით უმეტეს მისი შვილის დედას. ჯერ ბავშვი არ დაბადებულა, რა დროს მისი დედაა. რო უცნაური მინმე ხარ. ბიჭება არ გითხრეს, რომ ჰალილ იბრაჰიმის სახლში არ არის? კი, ვიცი. დაველოდები. შეიძლება მარტო არ მოვიდეს დიდემ, მერე რომ არ ინერვიულო. ზეინებთან წავიდა? არ ვიცით, მაგრამ შეიძლება. კარგი. ჩემთვის პრობლემა არ არის. როგორც უნდა. გადაწყვეტილება მიიღე? ხო, მივიღე. კარგია. სავადმყოფოში შენ გვერდით ვიქნები და ხელსაც დაგიჭერ. პრობლემა არ არის. ხო, 7 თვის შემდეგ. გადაწყვეტე გააჩინო? ხო. რატომ? კაცისგან რომელსაც არ უყვარ ხარ? ცოტაც და ედანორი თარიქ ლეთოს შვილს გააჩენდა. მე კი რატომ უნდა მოვიშორო იმ კაცის შვილი, რომელიც მიყვარს? შემომხედე? არ გინდა, თავი დაანებე. არ გინდა. ძმაო, აქ დაგელოდებით. მანქანა მოაბრუნე და უკან მოუხედავად წადი, ძმაო. დაიკარგე. გასაგებია? როგორც მეტყვი, ძმაო. ძმაო. დამლოცეთ. დამილოცნი ხარ, ძმაო. დამილოცნი ხარ. ზადა. ფრთხილად იყავი. ხდალევით რატომ გავრბივარ? დაველოდები.
ძმაო, ზუსტად ისე მოხდა, როგორც შენ თქვი. ორივე დავიჭირეთ იარაღით. ხომ გითხარი ენვერ? ქუჩიდან არ მოსულან. ამისთვის გაწორთნილები არიან. მართალია ძმაო. 3 მეტრზე ახლო მანძილზე არავინ მიუახლოვდეს. საშიშია. ჩემი გესმის? როგორ ხარ? გესმის ჩემი? როგორ ხარ? უკეთესადაც ვყოფილ ვარ. ისინიც ერთად იყვნენ. უკვე რამდენიმე დღეა ვფიქრობ, ჰალო. ჰალილ იბრაჰიმი ზეინებსა და დიდემთან დაკავშირებულ რთულ სიტუაციას თავს როგორ დააღწევს მეთქი. შენი გეგმა კი სიკვდილი ყოფილა. შეგეძლო ჩემთვისაც გეთქვა, რომ მეთქვა არ წამოხვიდოდი? არა, წამოვიდოდი, მაგრამ ედას მაინც დავემშვიდობებოდი. ამაზე მწყდება გული. არ გითხარი შენ რომ გამოუვალ სიტუაციაში არ ყოფილიყავი ძმაო. გმადლობ რომ ჩემზე იფიქრე. იწყება. ორივეს ძალიან ბევრი გელაპარაკეთ, მაგრამ ყურადღება არ მომაქციეთ. იქნება მიერიდან შევძლოთ ერთმანეთს უკეთესად გავუგოთ. ვინ იცის? ხო მართლა არ გკითხეთ, აქრისთვის მოხვედით. სასიკვდილოდ. ენვერ,
დიახ. გთხოვ, ძმაო, სიკვდილზე უარესი უნდა იყოს. სიამოვნებით. მაშინ დავიწყოთ. გამომართვი. კლასიკაზე უარს ნუ ვიტყვით. საწავიდა ხალილ იბრაჰიმი. არ ვიცი გეფიცები. ცოტა ხნის წინ ოღუზთან ერთად გავიდა. ტელეფონი გამორთული აქვს. ღმერთო, ოღუზი ტელეფონს არასდროს თიშავს. ამჯერად რა ჩაიფიქრეს? არ ვიცი, რამე მაინც თქვენ. არაფერს ამბობენ. დრო მოხვიდა ერთმანეთის პირისპირ დავსვათ, ვილაპარაკოთ. თუნდაც ვაწამოთ, მაინც არაფერს იტყვიან. მოკლედ შემატყობინე, როცა მოვლენ. კარგი საყვარელო, დროებით. დროებით. შემოდით. ზეინებ, გისმენ. სტუმარი გყავს. ხალილ იბრაჰიმი? არა, სამწუხაროდ ქაანი. მისი ნახვა არ მინდა. მოვიდა რომ რაღაც გაჩვენოს. ფიქრეთ, ძალით ადამიანს ვერ შეაგნებინებ. ხალილ იბრაჰიმს არაერთხელ ავუხსენი, მაგრამ არ ესმის. ახალგაზრდობას მივაწერე, უზრდელობას, შერიფსაც კი უთხარი იქნებ დროთა განმავლობაში იქამდეც მივიდეს, რომ ვისაუბროთ, მოთმინება გამოიჩინეთ, მაგრამ მითხრათ რო არ მაქვსო. ასეთ უსარგებლო ადამიანებთან ურთიერთობით დროს და ფულს ვერ დავკარგავო. რას ამბობ ისკანდარ? ვერ მევხვდი. მე არაფერს ვამბობ, ფიქრეთ. შერიფ ბეი ამბობს. ფული მომწეს, ისე მოვიქცევი, ვითომ არაფერი მომხდარაო. ხომ ეცი რომ ფული არ მაქვს, არა? ვიცი. ძალიან კარგი. რადგან ხალილ იბრაჰიმი და ოღუზი შერიფს ყავს, მაშინ აიძულოს და ათქმა მინოს ფული სად არის? აიძულოს. რა სიტყვით? შენ ციცი რომ არც ერთი არაფერს იტყვის. საერთოდ არაფერს. იმის თქმა მინდა რომ რამდენიმე ცენტის გამო შენს პარტნიორს სიკვდილის უფლებას ნუ მისცემ. არსებობს სულ მცირე ალბათობა იმის, რომ შეგიძლია ხალილ იბრაჰიმი გადაარჩინო. უყურე. მაშინ დავიწყოთ. კლასიკაზე უარს ნუ ვიტყვით.